მოგესალმებით. მეტრონომის სტუმარია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. გამარჯობა ქალბატონო ნანუკა. მადლობა მობრძანებისთვის. დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ რამდენიმე საკითხზე. პირველ რიგში მინდა ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესების შეფასებით დავიწყოთ. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდგომ საქართველოს დადგა სრულიად სხვა რეალობის წინაშე. მოქალაქეებს უწევთ დაიცვან ევროპული კურსი და ღირებულებები. უწყვეტ აქციებს ერთი კონკრეტული ორგანიზატორი არ ყავს და ხალხი მოქმედებს თვითორგანიზებით. მინდა გკითხოთ, რა პროცესის მომსწრე ვართ ახლა და როგორ განვითარდა ქართული საზოგადოება? ხელისუფლების ქმედება არ ვიცი, აუხსნელია ჩემთვის, იმიტომ რომ იმ ფონზე, როდესაც უკვე არჩევნები ჯიბეს ჩაიდეს, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, გაუგებარი იყო, რატომ ჩააჭირეს ესე ბოლომდე. იმიტომ კი არა, რომ მათი სრულებია გაუგებარი, არა, მათი სრულები გასაგებია. სად მივყავართ, ეგეც გასაგებია. მაგრამ არსებობს რაღაცა ტაიმინგის შეგრძნება რა, ამას აკეთებ თუ არა სწორ დროს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მაშინ ოპოზიციის დაანონსებული აქციები ვერ შედგა ისე, როგორცაც რა მოლოდინიც იყო, რა ბრაზიც და რა წყენაც იყო ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებამ ალბათ კი არა და ირაკლი კობახიძემ და მათ შორის ხელისუფლებაში ახლა ბევრი ხო გადაწყვეტილების მიმღები არ არის. ალბათ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სწორი დრო იყო, იმიტომ რომ აი რაღაცა სისუსტეში ჩაუთვალა აქეთ ამ მხარეს, რა აი ვერაფერს ვერ იზამენ. სინამდვილეში მიიღეს უკვე ის რეაქცია, რომ გაზომილი არ ქონდათ სწორად, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ მუდმივ კვლევებში არიან ეს ადამიანები და ყველაფერზე კვლევებს ატარებენ. სავარაუდოდ გაზომილი მაინც არ ქონდათ განწყობები მოქალაქეებში, იმიტომ რომ ერთია რომ შეიძლება ოპოზიცია ვიღაცას არ მოსწონდეს, ერთია რომ შეიძლება ოპოზიციას ხმას არ აძლევდეს და ნიჰილიზმში იყოს, სახლში იყოს, საერთოდ პროცესებში ჩართული არ იყოს, მაგრამ მეორეა რომ აი რუსეთში არ უნდა საკუთარი ქვეყანა ნახოს და აი ეს ხალხი გააბრაზეს. ანუ მათ შორის ისეთი ადამიანების გააბრაზეს, რომლებიც მანამდე აქტიურად პროცესებში ჩართულები არ იყვნენ. და მეორეს მხრივ აი ეს ადამიანები, რომლებიც მე ხა აქციაზე მინახავს არაერთი ადამიანი, რომელსაც ვთქვამს, რომ პირველად გამოვედი. ანუ მანამდე არც ოცივნის არ გამოვიდა, მანამდე არც რუსულ კანონზე არ გამოვიდა. მაგრამ აი ამ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამ გამოიყვანა და აი რო ვთქვათ ეს რომ აი პირველად გამოვედი, იმიტომ რომ სადღაც არის რომ უნდა გაჩერდნენ რა. ზუსტ ანუ ეს ჩემი აზრით ვერ გათვალეს. იმიტომ რომ მე მახსოვს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ წინა საარჩევნოდ, სადაც ის ამბობს, რომ იქნება ხმაური, იქნება ის, მაგრამ მე ყველაფერი დაწყნარდება, მე ყველაფერი დამშვიდდება. აი ხა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ეს იქნება ხმაური იყო მისი მოლოდინი იმაზე, რას აპირებდა. კი ვფიქრობდი, რომ ეს იქნება ხმაურისზე, რა იყო მისი მოლოდინს რა ქმნიდა. აი რომ ნახოთ ეს ინტერვიუ, იმედის ინტერვიუ, მივხვდებით რას გულისხმობდა. მე უკვე მივხვდი რატო ელოდა ხმაურს, იმიტომ რომ მან იცოდა რას აპირებდა, მან იცოდა რა განცხადება უნდა გააკეთებინა ირაკლი კობახიძეს და ნახეთ როგორ რაღაცაა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლა ამ პლატფორმაზეც იგივეს გამეორება, რომ ახალი საქართველო დაიბადა, ეს ვიცით ჩვენ ყველამ, რომ ახალი საქართველო დაიბადა, თვითორგანიზებული, სწორი, რაღაცნაირი ძალიან დისციპლინირებული და თანამედროვე ევროპული საქართველო რა მოდიყვებს თავის ანუ ოღონდ ამ ევროპულში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ჩემი, რომ სწორად აღიქვან რას გულისხმობ ევროპულში რა. ევროპულში გულისხმობ პირველ რიგში რაც ჩემთვის ახლა ხილულია სწორი ფასეულობები და ღირებულებები, რომელიც არის მრავალფეროვანი. მე ანუ ჩემთვის ევროპა რატომ მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ განათლების გამო, ჯანდაცვის გამო, იმის გამო, რომ მოხუცმა აღარ ინერვიულოს, უფრო სწორად ახალგაზრდობაში არ ინერვიულო, როგორი სიბერა გექნება, სწორი საპენსიო ფონდის გამო, ბევრი სწორი რამის გამო, იმის გამო, რომ აქ მცხოვრები ახალგაზრდები მიიღებენ სხვადასხვა ბენეფიტებს ევროპაში განათლების მიღების დროს, დაფინანსება საერთოდ სხვაგვარი ექნებათ, ანუ შესაძლებლობებია იმისა, რომ უკეთესი ქვეყანა ვიყოთ. გავიგე რომ ვალდებულებებიც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ რაღაცნაირად ვანახებთ, რომ პასუხისგებლობა გვაქვს, შრომაც შეგვიძლია. არა, ამის გარდა ჩემთვის ევროპა არის მრავალფეროვნება. ჩემთვის რუსეთი არის ჩაკეტილი სივრცე, ბევრი უარყოფით შეშემიძლია, მაგრამ რატომ ეშინია ამ ქვეყნის? იმიტომ რომ ჩაკეტილი სივრცეა, რომელიც სადაც არაფერი განსხვავებული არ უნდათ.
სადაც არაფერი განსხვავებული არ მოსწონთ და სადაც იბრძვიან ყველაფერი განსხვავებულის წინააღმდეგ. ანუ ეს მე მაშინებს. იმიტომ რომ მე არ მინდა აქ რაღაცა იყოს ერთი ფარა. მე მინდა რომ რაღაცნაირად ადამიანებს შემოხვდონ როგორც ინდივიდუალურ არსებებს და არა ისე რომ რაღაცა ყველა ერთნაირად ვლაპარაკობდეთ ყველა ანუ არ მინდა საბჭოთა კავშირი ანუ არ მინდა უკან დაბრუნება რა და ჩემთვის ყველაზე მეტად საშიში რაც არის აი ახლა ერთპარტიული ხელისუფლება ერთპარტიული ერთნაირი აზროვნება ყველაფერი ერთნაირი ანუ ფერიც ერთი აქვთ, გამოსხივებაც ერთი აქვთ, ენერგიაც ერთი აქვთ, ანუ ყველაფერი ერთი აქვთ და მე მეშინია ასეთ გარემოში ცხოვრების და განსაკუთრებით ახლა იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლება აქვთ და რომლებმაც ქვეყნის დატოვება უკვე მოახერხეს, თვალსაწიერის გაფართოება უკვე მოახერხეს, ამ ადამიანების ახლა გალიაში ჩაკეტვა, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება. როდესაც ქვეყანაში კრიზისის მართვის საჭიროება დგება, იქნება ეს სტიქიასთან ბრძოლა თუ სხვა, სახელმწიფო ინსტიტუციების ნაცვლად მოსახლეობას სამოქალაქო ჯგუფები ერთ-ერთი პირველი სწორედ თქვენ ახსენდებით. რაზე მეტყველებს ეს და რისი შედეგია აღნიშნული? ნახეთ როგორ არის, მე ოღონდ ეს არ არის ახლა რაღაცნაირად ოპონირების ნაწილში ნათქვამი და იმიტომ არა რომ მე ქართული ოცნების ოპონენტი ვარ, არა. სინამდვილეში ქართული ოცნება არ არის ხალხის მთავრობა. და მათ არ აქვთ ის უნარები, ეს ხო ინსტინქტია. ნებისმიერი ადამიანური ინსტინქტია, მაგალითად, რომ იხრჩვება ადამიანი, ყველას აქვს სხვადასხვა გვარი რეაქცია, ვინ როგორ გადაირჩენს თავს. ვიღაცა ვერ, ვიღაცა შველას ითხოვს, ვიღაცა ხელს გაანძრევს, ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინსტინქტები, როგორ ხელმძღვანელობთ საფრთხეების დროს, კრიზისების დროს, რას ვაკეთებთ, აი მაგალითად რითი რას აკეთებდნენ ეს ახალგაზრდები, როდესაც სხვას სცემდნენ, ვიღაცა გარბოდა, ვიღაცა მიდიოდა საშუალოდ. ანუ ეს ნორმალურია. ისევე როგორც აი ხელისუფლებას აქვს რაღაცა საერთო ინსტინქტი, რას აკეთებენ კრიზისების დროს. 13 ივნის პირველი დიდი კრიზისი ქართული ოცნების იყო, როდესაც მთავარი ინსტინქტი გადარჩენის იყო მოხალისეთა ჯგუფი. პირველად მაშინ დავინახე რაღაცნაირი საქართველოს, ყველამ დავინახეთ, როდესაც აი მოხალისეების იმედად დარჩა და როდესაც ტალახიცკი ზოოპარკიდან მოხალისეებს გახონდათ და ხელისუფლება აი ამ დროს, ამ ენერგიას, აი მოხალისეები რომ ტალახის გატანას ანდომებდნენ და ცხოველების გადარჩენა იყო ყველა საზრუნავი და ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანების რამდენიმე დღიანი ძებნა და აი ეს ტრაგიკული ხმები, ეს ტრაგიკული შეტყობინებები. მე ხლა აქ ვსაუბრობ იმაზე, რატო ვერ გათვალეს წინასწარ. მე ვამბობ რა აკეთეს პოსტფაქტუმ. ანუ რა აკეთეს აშავეს პროცესი. აშავეს პროცესი რომ წინა ხელისუფლებამ დაუშვა შესთავანი მისი დრო და ენერგია დაახარჯეს პროცესის გაშავებას. რომ აი წინა ხელისუფლებამ არასწორი აკეთა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი გადმოსცეს, ანუ ეს როლია ქართულ ოცნებას. შოვი რა აკეთეს იქ მცხოვრები ადამიანები, მოხალისეები, არ ვიცი, მოქალაქეები ჩავიდნენ ერთმანეთის გადასარჩენად და რა აკეთეს პროცესი აშავეს. ანუ აშავეს ბიჭი, რომელსაც მხრებით ბავშვი გამოჰყავდა სტიქიიდან და უბედურების ზონიდან. ანუ იქაც ხელისუფლების რეფლექსი რა არის და ავტომატური რეაქცია პროპაგანდა. ანუ ყველა ასეთ დროს ჩართულები არიან პროპაგანდით როგორ გაგაფუჭონ, როგორ გავნონ და არა ის რა გააკეთონ. ანუ არსებობენ ხელისუფლება, რომელიც შეიძლება შეცდომებს უშვედეს, მაგრამ გამკეთებელია ბუნებით და შინაარსით და ვიღაცა, რომელიც არის ანუ გაფუჭებაზე უარესია კიდე. იმიტომ რომ შენ პროცესი აშავა მაშინ, როდესაც ვიღაცას გადარჩენა სჭირდება, ჩემთვის დანაშაულია. იგივე გააკეთეს ახაც, ზუსტად. გურიაში მოხალისეების რაზმი დაირაზმა წავიდა და რა იყო მათი რეაქცია? პროცესების გაშავება, მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იყვნენ დაკავებულები იმით, რომ ეს პროცესი აშავებინათ და რაღაცა სკეჩები, რაღაცა საშინლად უგემოვნო სკეჩები გადაეღოთ და მაგალითად არასწორი, იქ სადაც არ არსებობს ქარიშხალი, არ არსებობს, ანუ როდესაც ადამიანზე არ გითხოვს რომ დააფინანსე, გეჩხუბება რომ არ დამაფინანსე, რა და არ გითხოვს რომ დააფინანსე. ოღონდ ესეც ამის უკან მე ვისხედავ ქართული ოცნების წევრს, რაღაც როგორ ქვია ამას, ძახლურ ურთიერთობებში, ასე ეძახიან ამას, ეძახიან იმერეთში, რაღაც აი ისევ ამათ უკან ხედავ პერსონალურ ურთიერთობებს ქართულ ოცნებასთან, ანუ ქართული ოცნების ხელს ხედავ იქაც რა. ანუ ახლაც არიან დაკავებულები იმით, რომ პროცესი გააშავონ და
არაფერი სინამდვილეში ამ ადამიანებს არ გააკეთონ. ქართულ ოცნებას არ აქვს ინსტინქტი, რომ გადაარჩინოს ადამიანი. ერთი რამ იცის კარგად, პროპაგანდა. როგორ გაგაშავოს. და ამას აკეთებს ყველა დროს. ამ ქვეყანას როცა უჭირს, ამ ქვეყანას როცა უხინს, იშვიათ შემთხვევაში, თუმცა ქონია ჩვენ ზეიმები ნამდვილად, ნებისმიერ დროს ქართული ოცნება მთავარი არაღად იყენებს პროპაგანდას. სხვა არაფრის კეთება ამათმა არ იციან. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯარიმების წინაშე მარტო არავინ რჩება. ჩვენს მაყურებელსაც რომ მიაწოდოთ ინფორმაცია, რა პროცედურებს უნდა მიმართონ მათ დაჯარიმების შემთხვევაში? უნდა გასაჩივრონ ყველა ინსტანციაზე, აუცილებელი პირობა არის ეს, მაგრამ ორი ტიპის ჯარიმაა. სასამართლო ჯარიმა ითვალისწინებს 7 დღეში გადახდას და შემდეგ უკვე ისევ გასაჩივრებას. პატრულის ჯარიმა გაცილებით უფრო ისეთი, გადახდამდე გასაჩივრების შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ ეს რაღაცა ინსტანციები გასავლელია ბოლომდე, იმიტომ რომ არ არის მარტივი ინსტანცია, დროს ვიგებთ, არ არის მარტივი პროცედურა, უკაცრავად დროს ვიგებთ და შემდეგ უკვე უნდა მოგმართონ ფონდებს. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფონდებია, რომლებიც კონკრეტულად ფოკუსირდებიან ამ ნაწილზე, თუმცა მე შემიძლია ვიყო ის ადამიანი, რომელიც შუამავალი ვიქნება, ვარ კიდევაც ეგრეული მაგ კიდევაც, იმიტომ რომ მე უფრო მარტივად მპოულობენ და შესაბამისად მე ამის კარგი კონექშენი ვარ ფონდებთან, კარგი დამაკავშირებელი ვარ, კარგი და სწორი და ამიტომ შეუძლიათ რომ მეც მომართონ, რომ მე ამ თემიდან გვერდზე არ ვიწევი.